ეს არის ისტორია დეტალებში. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს თანამედროვე მაყურებლისთვის, ყველაზე მეტად სწორედ პეტრე ჩაიკოვსკის გედების ტბა ასოცირდება საბჭოთა იმპერიის ზღვევასთან. ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების გამოცხადებამდე 1982 წელს ცენტრალურმა ტელევიზიამ საზოგადოებას სწორედ ბალეტი გედების ტბა შესთავაზა. იგივე გამეორდა 1984-ში, როდესაც იური ანდროპოვი გარდაიცვალა. ანალოგიური სცენარი განვითარდა 1985 წელს კონსტანტინე ჩერნეკოს გარდაცვალების გამოცხადებამდე. 1991 წლის აგვისტოში მოსკოვის პუტჩის დროს გედების ტბა კვლავ დაბრუნდა ცენტრალურ ტელევიზიაში, თუმცა ამჯერად ეს არ მოასწავებდა ვინმეს გარდაცვალებას, ეს უკვე საბჭოთა კავშირის დასასრული იყო. წითელმა იმპერიამ ოფიციალურად არსებობა 1991 წლის 26 დეკემბერს შეწყვიტა. მას შემდეგ ზუსტად 34 წელი გავიდა. საბჭოთა კავშირის დაშლა ეტაპობრივად ვითარდებოდა და ბევრი ექსპერტის აზრით ეს პროცესი გარდაუვალი იყო. პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებს თან ერთოდა ეკონომიკური კრიზისიც. მიხეილ გორბაჩოვის რეფორმები გარდაქმნა და საჯაროობა უშედეგო აღმოჩნდა. მზარდ უკმაყოფილებას საბჭოთა რესპუბლიკებში დამოუკიდებლობის მოძრაობების გააქტიურება მოჰყვა. იყო პუტჩის მცდელობაც. საბოლოოდ 1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვმა სსრგ-ს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. წითელმა იმპერიამ კი არსებობა შეწყვიტა. საბჭოთა კავშირის დაშლა არა მხოლოდ საბჭოთა სივრცეში, არამედ მთელს მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებების მატარებელი იყო. რატომ დაინგრა და როგორ ინგრეოდა საბჭოთა კავშირი, ამაზე დღეს ჩვენ პირველ სტუმართან აკაკი ასათიანთან ერთად დავიწყებთ საუბარს. დიდი მადლობა ბატონო აკაკი, რომ მოგბრძანდით და ხართ ჩვენი სტუმარი. თქვენ საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყავით, მანამ სანამ ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა კავშირი. ძალიან ბევრი პერიპეტია უძღოდა საბჭოთა კავშირის დაშლას წინ, მაგრამ მაინც თქვენის აზრით, როდის დაიწყო საბჭოეთის რღვევა? ეს იყო ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ორი გენერალური მდივნის გარდაცვალების შემდეგ, თუ უკვე გორბაჩოვის რეფორმებისას? მოდი ასე ვთქვათ რა, რო ეძებენ ვინ დაშალაო და ეს მანიაკები რო არიან, შეთქმულების თეორიები და ეს რუსები ძირითადად აბრალებენ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჟიდო მასონებს, როგორაც ეგენი ეძახიან გორბაჩოვს, ელჩინს, იაკოვლევს, ზვიათს, ბალტელებს, ყველაფერს თავის გარდა. მაგრამ სინამდვილეში დაშალა ერთმა კაცმა რა, ადრევე ჩადო ნაღმი შენელებული მოქმედების. ეს იყო ამხანაგი ვლადიმერ ულიანოვი, ცნობილი ლენინად. საბჭოეთის შექმნის დროს ჩვენ ძვირფას თანამემამულეს სტალინს, ის იყო ეროვნებათა ან სახალხო კომისარი, ქონდა გეგმა, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო ფედერაცია და ავტონომიებად ყველანი. ყველა რესპუბლიკა. ყველანი, ვინც კი მერე საბჭო. ხო და ლენინი ახლა ესეთი ტიპი იყო, ეს მსოფლიო რევოლუციის მანია ქონდა და უთხრა, რომ თუ თანაბრად არ მივიღეთო ეს თანასწორად და გასვლის უფლება და ამბავი, აიო გერმანია და ბრაზილია როგორღაც შემოვლენო. ავტონომიის პირობით. ეხლა სტალინი როგორი კაცი იფიქრე, ეხლა ამ სადვე კამათო ამას მე ეგ არის 22 წელი. უკვე ლენინი ვერ არის და დაენაღლებოდა, ჩაიცინა ალბათ ულვაშებში და დაეთანხა. აი მაშინ ჩაიდო ეს. მე პირადად ყოველთვის მჯეროდა და მინდოდა დამოუკიდებლობა ბავშვობიდან ორი ბაბუა შეეწირა ჩემი მაგამ ბავშვს 37 წელს, მაგრამ აი ხედავდი, რომ შეუძლებელია გაძლოს ასეთმა არაერთგვაროვანმა კონგლომერაციამ, როგორიც იყო საბჭოეთი. აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ მივუახლოვდით ამ ამბავს, მაგრამ სათავე აი ლენინის გიჟური იდეა იყო. მსოფლიო საბჭოთა კავშირი და ბრაზილია, გერმანია, ამერიკა ყველანი შემოვიდოდნენ, როგორც ყაზახეთი და თურქმენეთი. თუმცა იყო აი ბოლო კგბ-ს, ანუ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბოლო, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის, დიახ, მემუარებში წერს, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვას. ხო და იდიოტი იყო მეთქი, რო ვიძახი, არ მიჯერებენ, როგორ შეიძლება კგბ-ს უფროსი იდიოტი იყო. მე შევხვედრი ვარ მას და კონფლიქტიც მქონია მასთან.
კაცი რომ ამას დაწერს უშიშროების უფროსი რომ ხელმძღვანელობა მოისყიდესო კიდევ კარგი შენ გწოდნია ხო და ჩვენში ახლაც არიან რომ კგბ-მ დაშალაო კაცო ეს არის ხალხი რომელიც თავის ლაჩრობას ამართლებს მაშინ რომ არ მონაწილეობდა ამ პროცესებში კაცო თუ კგბ-მ დაშალა უფროსმა რატომ არის იცოდა ეს ამბა 2 ტომი აქვს დაწერილი ხა იმას რაც ამაკითხებდა მაგრამ აი გადავშალე თუ არა კომიკური იყო ეს ამბავი შენ რასაც ამობ გადავაწყდი ამას და ვახ დავინტერესდი იქნება რომ ამე სერიოზულს ამბობს მე კი იდიოტად თვლიდი მაგრამ იქნება მე ვერ ვცნობდი მოისყიდა შენ სად იყავი ვერავინ თავი მოსყიდვა ამ ხელა საქმეს ვერ იზამდა ეს წარმოიდგინე რა იმპერია იყო რა თქმა უნდა როცა გაქრა გესმის გაქრა 3 მთვრალი კაცი 7 დეკემბერს ბელორუსიაში სამთავრობო აგარაკზე ბელოვეჟის პუშა ნუ უსიერთევრში შეიკრიბა დალიეს და დაწერეს რომ აღარ არის საბჭოთა კავშირი იყო მარტივი რამე მათ არ იცოდნენ რეალური ვითარება მე ხო გორბაჩოვს ხვდებოდი წარმოდგენა არ ქონდათ რაც ვთქვი იგივე უშიშროებასაც რეალურ განწყობებზე ხალხში და როგორც კი ოდნავ მოასუსტეს აი ეს კლანჭები სტალინის დატოვებული ეს იდგა მხოლოდ სტალინზე როგორც კი ოდნავ მოასუსტეს ვისარგებლეთ მომენტის მათ კიდე ეს დაიწყეს იმისთვის რომ უკვე ვეღარ უძლებდნენ დასავლეთთან მეტოქეობას სამხედრო და ეკონომიკურ რა თქმა უნდა ისე და ეს მინდოდა მე თქვა რომ ამ სურათიდან რონალდ რეიგანის ამოღება წარმოუდგენელი შეუძლებელია მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში მე რამდენადაც ვიცი თქვენ შეხვედრა გქონდათ რონალდ რეიგანთან ისე როგორც ზვიად გამსახურდი ეს ზვიადს ქონდა მოსკოვში ხანმოკლედ ყველას ბევრთან ერთად და მე მქონდა 1 საათიანი საუბარი მასთან ზვიადმა მთხოვა ამერიკაში რომ ვიყავი ჩადიო მადლობა უთხარიო იცი რა მიპასუხა გორბაჩოვი კარგი კაცია კარგ საქმეს აკეთებს და ხელი არ შეუშალოთო ფედერაცია კაი ამბავია დასავლეთი თვლიდა რომ რა კი ამან უკან დახევა დაიწყო და ამათ იფიქრეს რომ აი დემოკრატიზაცია ხო აი ფასად შევალ ამაზეც რომ ხალხი ლაპარაკობს არჩევნებიც შეზღუდული მაგრამ არის და შევაჩერებთ ამ გამალებულ შეიარაღებას ვეღარ უძლებდნენ უკვე აი ეს იყო პერესტროიკის საბაბი თუ შეიძლება ასე ითქვას მიზეზი ის იყო რომ თვითონაც ესმოდათ რომ შეუძლებელი იყო უკვე იდეოლოგია გაქრა თვითონ ეცინებოდათ რომ გამოდიოდნენ და ლენინი და რაღა მარქსი და ენგელსი ამ სისულელეებზე ხო 8 საათიანი ყრილობები აბსოლუტურად იდიოტური გამოსვლები და თან სიყალბე ყოველნაბიჯზე ხო ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ გორბაჩოვის იდეა ამას ემხრობოდა მამა ბუშიც მამა ბუში ემხრობოდა ერთადერთ რამეს რა რომ მათ აი პირდაპირ მიწყეს შეერთებულ შტატებში ერთი თვე ვიყავი არ შუქდებოდა აქ ძლივს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ჩვენ ჭკუაზე დადის თქვენ რა გინდათ რომ ხა 15-ს გზდიოთ სერიოზულად ვამბობ ეს სენატში სენატორები ერთადერთი ვისაც ესმოდა რა ხდებოდა ცენტრალური დაზვერვის სააგენტო იყო აი იქ ესმოდათ რომ იშლება ოღონდ ბუშს თვლიდა რომ აი ესეთი გეგმაც დგებოდა ხოლმე მათ სააზროვნო ცენტრებში რომ ჯერ სოციალისტური ქვეყნები გავლენ და ამაზე შეთანხმდნენ მალტაზე და მოკავშირე რესპუბლიკების საკითხი განაართვლიდნენ ოღონდ მერე ჯერ ეს მოვინელოთო და ერთბაშად რო წავიდა ტალღას ტალღა მოყვა ამის ძალიან ეშინოდა დასავლეთში მე მათი მესმოდა მაგრამ ფაქტი იყო რომ უკვე ვერაფერი ვერ გააჩერებდა თუმცა გეგმა იყო გარდაქმნა და საჯაროობა ეს იყო დასავლეთის გულის მოსაგებად რომ აი მე გარდავიქმენი საჯაროობა მაქვს დემოკრატიის შანასახებია ეკონომიკაში კოოპერატივები დაუშვა და შემეშვით გავჩერდეთ და გაჩერდნენ მართლა ორივენი ბირთვული განიერაღება რაღაცა ნაწილი რაკეტების გაანადგურეს ხო გამოიტანეს რაკეტები ორივე საშუალო სიშორის ევროპიდან ხო მაგრამ სერიოზული ამბები იყო თითქოს ორივე მხარე გაჩერდა თუმცა თვლიდა რომ ეს იყო მთავარი რა თქმა უნდა მათთვის ეს გერმანია გაერთიანდა შენ წარმოიდგინე ნახე რა არის უკაცრავად შენ ხო სად იდგა საბჭოთა რაკეტები აღმოსავლეთ გერმანიაში ჩეხეთში პოლონეთში უნგრეთში ბულგარეთში რუმინეთი არასოდეს არ იმაში არ შედიოდა ჩაუშესკუ რაც გინდა დიქტატორი ყოფილიყო მაქრი ძალიან დამოუკიდებელი ანუ პარიზამდე იყო 15 წუთის ფრენა რა მეტი კი არა
და გადაიწია, 9 საათი გახდა. ამას მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა. მათთვის გადამწყვეტი. ეხლა ჩვენს კიდე რატო გამოვაცხადეთ, ხო, რას დავლოდებოდით? გეკაჩეპე მოხდა რამდენიმე თვეში ჩვენი და აი სწორედ აი ეს მაინტერესებს რომ ცოტა უფრო მეტი დეტალით განვიხილოთ, ცოტა უფრო დეტალურად განვიხილოთ, იმიტომ რომ 19 აგვისტოს ის რაც მოხდა ეს სამდღიანი პუტჩი არა ერთგვარად უნდა ფასდებოდა მაშინათვე და დღესაც მიდის ამაზე საუბარი. მაშინ თითქოს ზვიად გამსახურდია ერთ-ერთ გამოსვლაში გააკეთა მინიშნება იმისი რომ ეს იყო თითქოს სპეციალურად ინსპირირებული თავად გორბაჩოვის მიერ. ნუ ქონდა ამ ვერსიას არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე ვერსიას სხვათა შორის დღეს უკვე რუსი პოლიტოლოგები ძალიან ხშირად ახმოვანებენ, რომ ეს იყო ინსპირირებული თავად გორბაჩოვის მიერ, რომ მას რაღაცა ჩირკი არ მოსწონებოდა და შეინარჩუნებოდა ბოლომდე საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი. ისტორიული მოვლენები გავს, აი სამზარეულო კერძი გამოვაქვთ, მაგრამ მე და თქვენ არ ვიცით იქ რა ხდებოდა სამზარეულოში. ხო? ჩვენ იმას აი მივირთმევთ. თორე იქ რამხელა ამბავია, რა მუშაობა უნდა, რა ინგრედიენტებია, როგორ არის. სინამდვილეში არ იყო, რა თქმა უნდა, ეგრე. მე გეტყვით სხვა რამეს. ხო, ფაქტი იყო ერთი, რომ გორბაჩოვი იყო ყირიმში და ამ დროს უწევ ვიგებთ სხვა შორის გედების ტბის შემდეგ ვიგებთ რომ მოხდა გადატრიალება. ვერ მოხდა, საქმეც ეგ არის. სინამდვილეში გორბაჩოვს ჰქონდა თათბირი და ელცინთან შეთანხმდა, რომ ამათ ვინც მერე გეკაჩეპე შეადგინა, ზვიაც უთხარი ეგა, მაგრამ რა არ დამიჯერა. ესენი უნდა მოეხსნა ყველა გაერთიანებული იგივე კრუჩკოვი, აზოვი, იგივე პუგო, ერთი მანიაკი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, აბსოლუტური მანიაკი. ვითომ დაიბრალეს საბჭოეთის გადარჩენა. სინამდვილეში თავის გადარჩენა უნდოდა. ელემენტარული ნომენკლატურული საკადრო პრობლემა იყო. და გორბი გაერიდა ამ ამბავს, რომ ეს უნდა გადაწყვეტილი იყო, მერე აი ესე ჩამოვიდოდა. ამათ იცოდნენ ესა, რა თქმა უნდა, და ეს იყო, მაგრამ ნუ უსუსური მცდელობა იყო, რომელმაც პირიქით დააჩქარა საბჭოეთის დაშლა. გორბაჩოვმა უბრალოდ თუ რამე გააკეთა, ეტყობა ჩათვალა, რომ ან ვერ გაბედავენ, ან თუ გაბედავენ, ის ამით ისარგებლებდა. გამოვიდა, რომ ინიციატივა აიღო ელცინმა ხელში. ხო, იმან იყო ჩაღა, შეხტა ტანგზე, სხვა შორის ნასვამი და კარჟაკოვმა შესვა ადრებში ჩანს კიდე ეგ ამბავი. ხო, მაგრამ რაც ქნა შეასრულა თავის საქმე, არა? მაგრამ ბატონო აკაკი, მაგრამ ზვიაც ქონდა დაბეჭდება დარჩა მაინც, რომ და ყველას დარჩა, გარტო ზვიაც კი არა, ძალიან ბევრს. მაგრამ ბატონო აკაკი, აქ იყო ეკონომიკური კრიზისიც, ამას მეორე ბლოკში განვიხილავ კიდევ სხვა სტუმრებთან ერთად კიდევ, იმიტომ რომ ამის გამოტოვება არ შეიძლება, ეს ერთ-ერთი ჯაჭვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, რამაც დაანგრია. ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო, რომ ეგება კრედიტები არ იყო. მე უბრალოდ ის მაინტერესებს, ჩვენ საუბრობდით ახლა აი ამ სამდღიან პუჩთან დაკავშირებით. ამან გავლენა იქონია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც. იმიტომ რომ მაშინდელი თქვენი ოპოზიცია, მაგალითად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, აი ამ პუჩის დროს გაბრალებდათ, ნუ ყოველ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაზე, ამბობდა რომ საქართველო მიდიოდა გეკაჩეპესთან დათმობაზე ამ პუჩის დროს. სრული სისულელე. და ამან თითქოს მოახდინა განხეთქილება გვარდიაში, ისე როგორც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. რა ხდებოდა საქართველოს პოლიტიკაში აი ამ პუჩის დროს? ეგერ არის ეს ამბავი, ხო, ვისაც რა უნდა, ისე მეატრიალებს, კაცო, ზვიადიო გეკაჩეპეს დაუკავშირდა. 50 ტომია გეკაჩეპეს დაკითხვების ამ სისქე. ერთგან მაინც ხო შეიძლება და ზვიადი ნახსენები ყოფილიყო, რომ დაუკავშირდა მათ. იანაევის, სხვების, ვინც იყო. თუმცა გვარდიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეეხება. რა შეეხება, იცი? გვარდიას დაიხვიეს, რომ მილიციას დაუქვემდებოდა. დიახ. დაარსების ნახე დოკუმენტი. გვარდია შეიქმნა როგორც შინაგანი ჯარი. შინაგან საქმეთა სამინისტროში. აი ესე შეიქმნა. და ჩვენ უბრალოდ გავიმეორეთ, იმიტომ რომ განცხადება ნახეთ გეკაჩეპესი. განცხადებაში პირდაპირ ეწერა, რომ სადაც პრეფექტები და გვარდიაო, იმათ გავანადგურებთო. და ხეობაში რო გაიყვანა კიტოვანმა რკონის 8000 ბავშვი, იმას ეყოფოდა ორი კრაკადილს რო ეძახიან, ვერტფრინავი რო გაეშვა რაკეტები ორ-ორი. სულ ამობუგავდნენ. ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ეს არის ოფიციალური სტრუქტურა, ოფიციალური ნაწილები, იგივე საბჭოთა კანონებით. იძულებული გავხდით, იმიტომ რომ რისკი პირველ დღეს და მეორე დღეს იყო ძალიან სერიოზული.
ხო და მე ეხლა ეს ძველი ბიჭური შარი რო ესე იგი მე მილიციელი არ მინდა ვიყო და მე რატო გახდნენ მილიციელები? ნუ ეს ძველი ბიჭური შარი იყო სწორედ განხეთქილების ერთ-ერთი საბაბი. იცი რა, თუ ძველი ბიჭებად დარჩენილი ხდნენ. და ძველი ბიჭები მე ქსივებით დადიოდნენ 92-ში, აქეთ უშიშროების ქსივაედოთ, აქეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ასე იყო. ბატონო გაკი, თქვენ თქვით ერთ-ერთ წინა ინტერვიუში, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და დაშლის პროცესში საქართველო ამერიკის მხრიდან გახდა манипулირების ერთგვარი ობიექტი. ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება რას აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ასე არ მომხდარიყო და ზოგადად ეს პროცესი ქვეყანას შედარებით მშვიდად? არაფერს არ აკეთებდა აბსოლუტურად. ჩათვალეს შერშევარდნაძემ და მერე სააკაშვილმა, რომ აბსოლუტურად და მანამდე გამსახურდია რას თვლით? ზვიადი არ ემორჩილებოდა არავის. მე რომ მკითხო, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა ეგა, რომ მეტი ანგარიში უნდა გაგვეწია იმისთვის, რაც ხდებოდა, ხო? იგივე დასავლეთისთვის. ზვიადს ჰქონდა ცოტა იმედგაცრუება, რომ მას ის თვლიდა, რომ დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ვიბრძვი. ეს არის დასავლეთის მთავარი პოსტულატი და ისინი მხარს არ მიჭერენ. ეს მეორდება ახლაც. ახლა შეხედე. აი საბჭოთა კავშირი დაშლა, ხო, ჩავდიოდი მოსკოვში, ვიადი ხორ ჩავდიოდი. აი უმაღლეს საბჭოს შევდიოდი, ბიჭო, მე ვხედავ, რომ იშლება. ხო, მარტო მე ხო არ ხედავ, ბალტელები ხედავენ, ნორმალური რუსებიც ხედავენ, რომ იშლება. და იქ ხალხი დაკავებული იყო რაღაც სისულელეებით, თავის პირადი საქმეებით, რაღაცა ერთმანეთში კინკლაობით, რაღაცა აი ემხობოდათ ეს. ხო? არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ ეხლა რასაც ვუყურებ, აი ევროპარლამენტი, ევროკავშირი. აი აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, ისტორია ზუსტად არასოდეს მეორდება, მაგრამ აი კონგლომერატებს შევიათ გამეორება ერთმანეთის ბედის, ხო? იქაც ვუყურებ, ხო? აი ისეთ რამეებს დაძდევენ, რომ სამყაროში უზარმაზარი ამბები ხდება, გრანდიოზული. ესენი კიდე აი სერიოზული სახეებით, ასე იყვნენ ის საბჭოელებიც. ასე იგრეოდა მათ გარშემო და სერიოზული სახეებით, რაღაც მაღალფარდოვანი ფრაზებით, რაღაც რიტუალურ ცეკვებს ასრულებდა. ჩვენ გვერდჩიათ რაღაცა სისულელეებს. რაღაცა სისულელეებს, გესმით? რა დროს ეგ არის? რა დროს ეგ არის ამ ხელამბავი ხდება? ხო და იცი რა, საბჭოეთის დაშლა მინდოდა და მონაწილეც ვიყავი და ბედნიერი წავა რომ დაიშალა. ეს დიდი სასწაული იყო. ესე რომ დაიშალა, გაქრა სამი მთრალი კაცი დაჯდა აბანოდან გამოსული ბელოვის სამთავრობო აგარაკზე და ხახალდი დაჭმიჭნული აიღეს და დაწერეს რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის. რამე მომხდარა ამის მსგავსი დედამიწაზე, აი როგორი იდიოტური სახელმწიფოც იყო, ისე იდიოტურად მოკვდა. აი ისე იდიოტურად მოკვდა, წარმოუდგეთ დღესაც დავობეთ რუსები ისე ლეგიტიმური არ იყო. კი ბატონო, ამაზე დავა მიდის. ბატონო აკაკი, მე თქვენ არ გემშვიდობებით, როგორ დაიშალა საბჭოთა იმპერია, ამაზე საუბარს მეორე ბლოკში სხვა სტუმრებთან ერთად და თქვენთან ერთად გავაგრძელებთ. ხრუშჩოვის პერიოდმა დაიწყო საბჭოთა კავშირის დემონტაჟი, უბრალოდ ეს არ მოხდა ძალიან სწრაფად. თვითონ ნომენკლატურა აღარ იყო დაინტერესებული იმ პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებით, რაც მათ ხელს უშლიდა, რომ ყოფილიყო, ესე იგი, ელიტარულ მდგომარეობაში. ჩვენ საუბრობთ საბჭოთა კავშირის დაშლაზე, რომელიც ოფიციალურად 1922 წლის 30 დეკემბერს დაარსდა და 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშალა. მოკლედ დეკემბერი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი თარიღია საბჭოეთისთვის. ჩვენ შემოგვიერთდნენ ქალბატონი ნანდა დევდარიანი, დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ბატონი ნუკრი შოშიაშვილი. ორმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. საუბრობთ საბჭოთა კავშირის დაშლაზე და ახალ დღის წესრიგზე, რომელიც გამოიწვია ამ დიდი იმპერიის რღვევა. თქვენ როგორ თვლით, ბატონ ნუკრი, რამ დაშალა საბჭოთა კავშირი? ეს დიდი მონსტრი, რომელიც იყო ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მსოფლიოში. აქ მიზეზთა ერთობლიობა არის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არც და არასდროს როგორი ავტოკრატიულის არ უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა არცად არ ქრება. უბრალოდ თუ კი დემოკრატიულ ქვეყნებში ეს არის პარტიათა შორის დაპირისპირება, საბჭოთა კავშირში ეს იყო უწყებათა შორის დაპირისპირება. იგივე გაიხსენოთ შელკოვმა თავი მოიგო შინაგან საქმეთა მინისტრმა თავი მოიკლა ადროპუტო დაპირისპირების დროს. ჩვენ ხედავთ რომ სხვადასხვა უწყებები ერთმანეთს
ტრობდნენ, დივერსიას უწყობდნენ ერთმანეთს და ამ შიდა დივერსიულმა საქმიანობამ ერთი მხრივ გარკვეულწილად გატეხა ის მომენტი, რასაც ქვია ინიციატივა, ეკონომიკური ინიციატივა, დაინტერესება კონკრეტული ჯგუფის უკვე აღარ იყო თვითონ ნომენკლატურაში და მეორე თვითონ ნომენკლატურის ბუნება. ერთი ის არის, რომ სტალინის დროს ეს იმართებოდა იმით, რომ ძლავრი რეპრესიული სისტემით და ის იწმინდებოდა კონკრეტული ძალები და ახალი მოდიოდა და ვერ ყალიბდებოდა კონკრეტულად რაღაც სოციალური მყარი ფენა, მაგრამ უნდა ითქვას, ყველანაირი სოციალური ერთეული მოძრაობა არის ორიენტირებული ელიტარულობისკენ და მემკვიდრეობითობისკენ. ეს კარგია თუ ცუდია, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეს საზოგადოებრივისთვის, ადამიანური საზოგადოებრივთვის დამახასიათებელია. და სწორედ საბჭოთა კავშირშიც სტალინის გარდაცვალების შემდეგ ნომენკლატურა თავისთავად ფორმირდება როგორც ესეთი ცალკეული ფენა, რომელიც დროთა განმავლობაში გარკვეულწილად იმ შეზღუდვას, რასაც ჰქონდა საბჭოთა სისტემას, შეგახსენებთ, რომ ერთი მხრივ მათ ჰქონდათ გარკვეული პრივილეგიები, მაგრამ მათ ჰქონდათ შეზღუდვები მემკვიდრეობითობის საკითხზე. კი, იყო ეს გვერდს უვლიდნენ სხვადასხვა ასპექტით, მაგრამ ეს არ იყო გარანტირებული. მიიღეს კასიგენ ლიბერმანის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად შექმნა შავი ბაზარი მთელ საბჭოთა კავშირში და დათვლი 140 მილიარდი დოლარი, ოღონდ ეს თანამედროვე მილიარდი დოლარი, ეს მაშინდელი ტრილიონი დოლარი არის. ანუ მოძრაობდა საბჭოთა კავშირის შავ ესე ბაზარზე, გაჩნდა დიდი ფული, ამ ფულის დიდი ეს ბენეფიტარები, რა თქმა უნდა, იყვნენ ეს ნომენკლატურა და მათ არ შეეძლოთ ამის დემონსტრირება, ამის სოციალურ წესრიგში ჩაყენება. ამიტომ გარედან ესე ჩანს, შეიძლება არსებობს მთელი რიგი კიდე სხვა დეტალები, მაგრამ თვითონ ნომენკლატურა აღარ იყო დაინტერესებული იმ პოლიტიკური სისტემის შენარჩუნებით, რაც მათ ხელს უშლიდა, რომ ყოფილიყო, ესე იგი, ელიტარულ მდგომარეობაში. ზოგადად, როდესაც ესეთი იდეა იქმნება, როგორც საბჭოთა ლენინ-სტალინიზმის იდეა, ხო? ეს არის გარკვეულად საკრალური იდეა, ხო? როდესაც მას საკრალური საფუძვლები ეცლება, ბუნებრივია თვითონ ფუნდამენტის იცვლება და რჩება მხოლოდ რაღაც მე უკვე სხეული სულის გარეშე, რომელიც ადრე თუ გვიან დაინგრევა. 61 წელს ხრუშჩოვმა გამოაცხადა, რომ 20 წელიწადში ჩვენ ვაშენებთ აშენდება კომუნიზმის ხმამაღალი განცხადება იყო და როდესაც ადამიანები მივედით 80 წელს და ნახეთ, რომ აი ეს არის კომუნიზმი, რა თქმა უნდა, აქამდეც იყო ეს შეკითხვები, მაგრამ თვითონ მარქსის, ლენინის გამოიცვალა საფუძველი. ამოიცალა საფუძველი და ამანაც იდეურად უკვე იმოქმედა. პლუს ამას რომ საგარეო პოლიტიკაში ყველაზე დიდი მარცხი იყო, რა თქმა უნდა, ავღანეთის კონფლიქტი, მინდა შეგახსენოთ, რომ საბჭოთა ჯარი ითვლებოდა გამათავისუფლებელ ჯარად. ეს იყო ფაშიზმიდან გამათავისუფლებელი ჯარი. პირველად საერთაშორისო არენაზე ეს სახელი შეერყა ჩეხოსლოვაკიის ამბების დროს, პრაღის ამბების დროს 68-ში და ეს გარეთ და შიგნით უკვე ესეთი სახელი შეერყა სწორედ ავღანეთის ომის დროს. და ჯარი როგორც ინსტიტუცია და მე მჯერა, იმიტომ რომ 9 აპრილით და სხვა ესეთი მოვლენებით ჯარი ტყუილუბრალო არ ჩართულა. ჯარი ჩაერთო როგორც ამ სტრუქტურათა შორის დაპირისპირების კონტექსტში, რომ ჯარი როგორც ინსტიტუცია, პოლიტიკური ინსტიტუცია ყოფილიყო დისკრედიტირებული, რაც მოხდა პრინციპში. ანუ ჯარი, რომელსაც შეეძლო საბჭოთა კავშირის დაცვა, იყო მორალურად და იდეოლოგიურად დისკრედიტირებული. თუდაც ნახეთ 9 აპრილის განხილვები არის, გამოძიება არის და იქ ერთი საინტერესო მომენტია, როდესაც საუბარია, რომ ადგილობრივმა უშიშროებამ მათ მოახსენა და მაგიტომაც გავაკეთე ესეთი სასტიკი დარბევა, რომ მომიტიგეები შეიარაღებული იყვნენ. ეს გასაგებია იმისთვის იყო, რომ ჯარის ესე იგი მომხდარიყო ჯარის დისკრედიტაცია და სხვათა შორის ეს დღემდე გრძელდება რუსეთის სახელმწიფოში, რუსულ სახელმწიფოში დღემდე ჯარი როგორც ინსტიტუცია ყოველთვის რაღაცნაირად შევიწროებულია და ყოველთვის შიშით თვალით უყურებენ. და იგივე პუტინმა სულ ახლახანს მოახდინა ჯარის რაღაც წმენდა, ჯარში წმენდა და ეს ბუნებრივი რაღაცა. ანუ ის ინსტიტუციები, რომლებსაც უნდა დაეცვათ საბჭოთა კავშირი, ერთი მოხდა მათი რეპუტაციული და სერიოზული დარტყმა,
მეორე იდეოლოგია, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ სახელმწიფოს ფუნდამენტი, იყო აღრეჟეროდათ გაქრა ეს მისი საკრალურობა და მესამე რასთავარი თვითონ ის ელიტები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირში, აღარ იყვნენ დაინტერესებული ამ სისტემის შენარჩუნებით, უბრალოდ ერთი მომენტი იყო, რომ მათ არავის არ ჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი ისე დაინგრეოდა, როგორც დაინგრე. მათ არ ჯეროდათ, რომ საბჭოთა კავშირი გამოიყოფოდნენ ეს რესპუბლიკები, ზოგი ფიქრობდა, კაი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები კიდე შეიძლება, მაგრამ აი შემოინგრათ საბოლოოდ ამ გარდაქმნება მოახდინეს ის, რომ შემოინგრათ ეს მომენტი. და რასთავარია, თვითონაც ვერ მიხვდნენ რა მომენტში ცხოვრობდნენ. იმის მიუხედავად, რომ კი შეერაღების მომენტში რეიგანმა მაგრა აჯობა, მაგრამ გავიხსენოთ 1987 წელს დასავლეთში დაიწყო დო ჯონსის ეკონომიკური კრიზისი. რამაც პრინციპში საგრძნობა დაასუსტა დასავლეთი. ეს არათუ ვერ გამოიყენეს საბჭოთა კავშირში და ისეთი ელიტა იყო, რომ ვერც გამოიყენებდა, არამედ პირიქით 87-ში გამოცხადდა ზუსტად გლასნის წითელი სწორად. პირიქით მოხდა საჯაროობა. პირიქით მოხდა ისე, რომ თავის ხარჯზე დასავლეთმა მოახდეს საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის ხარჯზე დასავლეთმა ეს კრიზისი გარკვეულწილად გადადო, ჯერ ისე გამოვიდა ამ კრიზისიდან, ოქროს ხანაში შევიდა 90-იანების დასავლეთის ოქროს ხანა და ის კრიზისი რა კრიზისი მაშინ დაიწყო გადაიდო 2008 წელს. 2008 წლიდან დღემდე ჩვენ ხედავთ უკვე დასავლეთის კრიზისს და დღეს უკვე ამ კრიზისს იყენებს აბსოლუტურად სხვა ძალა, ჩინეთი. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რატომ გადარჩა ჩინეთი და რატომ ვერ გადარჩა საბჭოთა კავშირი. აქ ბევრი მიზეზები არის. პირველი ის მიზეზი არის, რომ თვითონ იდეოლოგიური საფუძველი ჩინეთს მყარი ჰქონდა. გაცილებით უფრო მყარი. ეს ერთი. მეორე ის იყო, რომ გორბაჩოვს ეგონა, რომ ბაზარს რო გახსნიდნენ, აქ შემოვიდოდა დასავლური რაღაც კაპიტალი და აღმოჩნდა, რომ მაღალ კვალიფიცირებულ საბჭოთა მუშახელს უფრო მეც მოითხოვდა და დასავლურ ინდუსტრიას ჭირდებოდა იაფი მუშახელი და ამიტომ მასობრივად შევიდა ეს კაპიტალი არა საბჭოთა კავშირში, არამედ ჩინეთში და რასთავარია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მთელი ის პოტენციალი, რომლის გამოცაც შეიძლებოდა შემოსულიყო დასავლური კაპიტალი საბჭოთა კავშირში, ანუ ინტელექტუალური პოტენციალი, პირიქით გავიდა საბჭოთა კავშირიდან. მე შეგახსენებთ, რომ პირველ 10 წლებში მხოლოდ 10 მილიონი ადამიანმა დატოვა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საკუთარი სამშობლო, განსაკუთრებით მისმა ინტელექტუალურმა ნაწილმა და ეს ინტელექტუალური ნაწილი კი არ დარჩა ადგილზე, არამედ გადავიდა დასავლეთში. შესაბამისად, ის ბენეფიტები, რა ბენეფიტებიც მიიღო ჩინეთმა, ის ბენეფიტი ვერ მიიღო საბჭოთა კავშირმა მთელი მიზეზების გამო. გასაგებია, დიდი მადლობა. ქალბატონო ნანა, ახლა ბატონმა უკრუ მანამდე ბატონი აკაკი საუბრობდა იმ იდეოლოგიაზე, რომელიც ფაქტობრივად ფინალში უკვე საბჭოთა კავშირის ფინალში გახდა თითქმის ყველასთვის, თუ ყველასთვის არა, აბსოლუტურად ყველასთვის ძალიან სასაცილო. ეს ძალიან კარგად გამოიკვეთა ალბათ უძრაობის ეგრეთ წოდებული ზასტოის პერიოდში, ბრეჟნევის პერიოდში, როდესაც უკვე წამოვიდა ძალიან აქტიურად ანეკდოტები და როდესაც მოსახლეობა აშაყირებდა იმ წყობას, რაშიაც ცხოვრობდნენ. აი რაც შეეხება 80-იანი წლების უკვე დამდეგს, როდესაც ბრეჟნევის ეპოქა სრულდება, ზასტოის უძრაობის ეგრეთ წოდებული ეპოქა სრულდება, მანამ სანამ გორბაჩოვი მოვა სათავეში ამ დიდი სახელმწიფოში, საბჭოთა კავშირმა გამოიცვალა კიდევ ორი ლიდერი, მაგრამ გორბაჩოვის მოსვლისთანავე დღის წესრიგში დგება ორი ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის რეფორმის გატარების აუცილებლობა. ერთი არის პერისტროიკა და მეორე გლასნესი, ანუ გარდაქმნა და საჯაროობა. და აი ამ საჯაროობის გამოცხადების შემდეგ მალევე 87 წელს უკვე შეიქმნა პირველი ლეგალურად მომუშავე ნაციონალისტური პოლიტიკური ორგანიზაცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. ან უკვე ლეგალური გახდა დისიდენტური მოძრაობები, რომელიც მანამდე არსებობდა საბჭოთა კავშირში. აი რა პროცესს ვადევნებდით ჩვენ აი ამ დროს თვალყურს. ერთია, რასაც სამზარეულოში ადამიანები ლაპარაკობდნენ ვიწრო წრეში, დაუშვათ და მეორეა ესეთი მასობრივი განწყობები. არც ასე მარტივად ხდებოდა ყველაფერი. ახლა რაც შეეხება პერესტროიკას და გლასნოსს, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ პირველად რომ გამოაცხადა გორბაჩოვმა ეს ორი ტერმინი რომ გამოიყენა, ყველა ერთმანეთს ვეკითხებოდით, რომ ეს პერესტროიკა რა არის. რას ნიშნავს? ხო და გარდაქმნა მერე შემოვიდა როგორც ტერმინი და პირველი პერიოდი ჩვენ ტელევიზიის პირველ არხზე ვეხუმრობთ ერთმანეთს, რომ გადაშენებაა თქო რა, რომ გადმოთარგმნო გადაშენებაა, სხვა არაფერი.
მაგრამ აი ისევ ტელევიზიის თვალით თუ შევხედავთ, როდის გახდა ნათელი, რომ ეს სახელმწიფო ასე ვეღარ გაგრძელდებოდა, უნდა რაღაც შეცვლილიყო და მაშინ როცა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ საინფორმაციო პროგრამაში ვრემე იყო ასეთი, ხო, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი უყურებდა, წამყვანს მოუვიდა შეცდომა პოლიტიკური ერთ-ერთი სერიოზული ინფორმაციის კითხვისას და რომ გაეცინა, ყველა მიხვდა, რომ მორჩა, დამთავრდა ის სახელმწიფო, სადაც ეს იყო სამუდამო, ასე ვთქვათ, უკეთეს შემთხვევაში სამსახურიდან გაშვება და უარეში რაღაც მეტი სასჯელი, ხო, როცა ვრემეს წამყვანს ეშლება სერიოზული რამ. პირდაპირ ეთერში გაეცინა ადამიანს. აი იქ გამოჩნდა, რომ ყველაფერი ეს ამ სახით ვეღარ შენარჩუნდებოდა. ალბათ ნანე, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ ზოგადად ეპოქაზე, ეპოქისთვის დამახასიათებელ სიმბოლოებზე, მათ შორის როგორიც იყო საბჭოთა კავშირის პირველი საკავშირო ტელევიზია, ასევე ალბათ სიმბოლო იყო ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის ოჯახი, ხო? აი გალინა ბრეჟნევას და მისი ბრილიანტებისადმი მიდრეკილებას, რაც მაშინ აბსოლუტურად ყველა მიცოდა, მართალია სამზარეულოში, მაგრამ ყველა საუბრობდა ამაზე და შემდგომ მის ბედზე. აი ეს თუ გახდა სიმბოლო საბჭოთა კავშირის რღვევის. მე მინდა შეგახსენოთ, რომ უცხოური მანქანები მარტო ბრეჟნევს და მის ოჯახს არ ყავდა, მაგალითად ვლადიმერ ვისოცკისაც ყავდა. იყვნენ ასეთი და ყავდა მეუღლე მარინე ვლადი. კი, და იყვნენ სხვა ადამიანები, ვისაც არ ყავდათ მეუღლე მარინე ვლადი, მაგრამ მაინც სარგებლობდნენ. კი ბატონო. ერთი კურიოზიც მინდა გავიხსენო, მაღალ ჩინოსან, ცეკას ერთ-ერთ მაღალ ჩინოსანს ყავდნენ მაშინ ჟიგულის მარკის სხვადასხვა ნომრებით იყო ეს ჟიგულები, მარკის ავტომობილები და აღმოჩნდა მე გარკვევა რო დაიწყეს, რომ მთელი შიგთავსი ამ ჟიგულს ჰქონდა მერსედეს ჩადგმული, ასე ვთქვა და გარედან აი სისტემა დაემსგავსა აი ამ ჟიგულის ფორმაში, შიგნით სხვა შინაარსი იყო აბსოლუტურად ჩადებული. და ამიტომ ახლა მე არ ვიტყოდი, რომ ბრეჟნევის პერიოდის პრობლემა იყო ეგ. ბრეჟნევი, მოდით ესე ვთქვათ რა, ნაომარი კაცი იყო, ძალიან ბევრი ცუდი ჰქონდა ნანახი. არ იყო ის დღესაც არ არის უფროსთაობის მეხსიერებაში დარჩენილი როგორც ბოროტი მმართველი. პირიქით, ძალიან კეთილი, ესეთი კეთილგანწყობილი ადამიანი შტაბის. როგორც ადამიანი ჯობდა ყველა მართლს საბჭოებში. კი, და ბრეჟნევის პერიოდში დაიწყო ხრუშჩოვის მიერ, ასე ვთქვათ, კარგად ჩამარხული და დატკეპნილი სტალინის ფენომენის ნელ-ნელა გამოღვიძება. მე ძალიან კარგად მახსოვს, პირველად გამოვიდა ფილმი განთავისუფლება ასვაბაჟძენია. პირველად აჩვენეს სტალინი. პირველად აჩვენეს სტალინი და ხალხი მიდიოდა სანახად. რატო ახლა? იმიტომ კი არა, მათ შორის ესეთები ბუხუტი ზაქარიაძე თამაშობდა. იმიტომ კი არ მიდიოდნენ ასეთი უსამართლობა ძალიან ცუდად იტანენ ადამიანები. მათ შორის ისინი, ვისაც სტალინის მიმართ ობიექტურად არანაირი დადებითი განწყობები. დიახ, 56 წელი, რომელიც უმეტესობამ საქართველოში აღიქვა როგორც ეროვნული დამცირება. აი ეს იყო მთავარი და ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, უამრავი ადამიანი იდგა მაშინ გამოსვლებს. სხვათა შორის შევარდნაძეც მონაწილეობდა მაგ ამბავში, ეგ ცალკე საინტერესო ისტორიაა კიდე. მე ვფიქრობ, რომ ხრუშჩოვის პერიოდმა დაიწყო საბჭოთა კავშირის დემონტაჟი, უბრალოდ ეს არ მოხდა ძალიან სწრაფად. იმიტომ რომ როდესაც შენ ყველაფერს აბრალებ ერთ ადამიანს და მინდა შეგახსენოთ, რომ რეპრესიებში მაშინ უკრაინის ცეკას პირველი მდივანი იყო ხრუშჩოვი, უკრაინა იყო პირველ ადგილზე. რეკორდსმენი, ყველაზე მეტი დახვრეტილით იმ წლებში და შენ გინდა ხელი შეახუცო მარტო სტალინის და შენ თვითონ ესეთი თეთრ და ფაფუკი ხარ, არ გამოდის ეს ასე. მერე ამას ემატება შემდგომი მოვლენები. ხრუშჩოვის ხო შეეწირა კარის გადატრიალებას, ხო? ეს ძალიან საინტერესო პროცესები იყო, უბრალოდ შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როცა ჩვენ განვიხილავთ ასეთი უზარმაზარი სახელმწიფოს დაშლის საკითხს. ეს ხო ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ეს იყო გიგანტური სოციალური ექსპერიმენტი. ეხლა რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, რომ თვალი დავხუჭოთ ამაზე, ეს იყო სახელმწიფო, რომელმაც მართლა მიწურებიდან გამოიყვანა ადამიანები, წერა-კითხვის უსვენარი ადამიანებს მისცა განათლების მიღების საშუალება, მოხდა ინდუსტრიალიზაცია, მოიგო საშინელი ომი, მეორე მსოფლიო ომი და ეს ყველაფერი ხდება გარკვეული დანახარჯების გაწევით, ხო? იყო ორი
ორი, ასე თქვათ, ქცევის სტილი, საშინაო და საგარეო. ახლა მე ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში რასაც ვილაპარაკებდი, ის არ უნდა მელაპარაკა საჯაროდ. ახლა მით უმეტეს მე მღვდელსახურის ოჯახში გავიზარდე, ხო და აი კარგა ხარს ბებიაჩემი რომ დავაცებინებდი, იტყო და წყალობა. რა წყალობა ვფიქრობდი რა და მე მოგვიანებით გავერკვევ თურმე ღვთის წყალობა, მაგრამ ამის თქმისაც კი ეშინოდა, რომ ღვთის წყალობა და უბრალოდ წყალობას ამბობდა, ხო? და აი ეს ორი ქცევის მოდელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი დიდხანს ასე გაორებული ვერ იარსებებს და ვერც საზოგადოება ვერ იარსებებს ასე გაორებული და როდესაც გამოცხადდა საჯაროობა და ეს გადაშენება თუ პერესტროიკა, მე ნელ-ნელა ადამიანები ეცადნენ რომ გამოსულიყვნენ გარეთ ამ თავისი შინაგანი აზრებით, მოსაზრებებით, მისწრაფებებით და ყველაფერი ეს ხდებოდა საკმაოდ ნელა. ეს არ მოხდა უცებ ერთ წამში, იმიტომ რომ ადამიანები მიეჩვიან იმას, რომ რასაც გეტყვის ოფისზე არ უნდა დაიჯერო. არ უნდა დაიჯერო. ნუ კარგა ხანს ძალიან ეჭვის თვალით უყურებდნენ ადამიანები. თუმცა ნიადაგი როგორც ჩანს იყო მომზადებული, იმიტომ რომ მაშინ უკვე ფაქტობრივად საჯაროდ გამოვიდნენ ეს იატაკქვეშა მოძრაობები და ერქვეს სახელმწიფო ესეც უცებ არ მოხდა. უცებ არ მოხდა. ამას ბევრი პროცესი უძღოდა წინ, მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა ზვიად გამსახურდიამ დატოვა გასახლებაში იყო მაშინ, ხო, ბოლოს. დატოვა იქაურობა და დაბრუნდა თბილისში. მაგრამ აი ეს, ხა რაც არ უნდა დიდხანს ეცადო შენ დათრგუნო და მე მინდა ხა სამართლიანობისთვის თქვა, რომ როდესაც საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, მასში ბევრად მეტი პატრიოტული ნაწარმოები იქმნებოდა, სიმღერები, დამოკიდებულება იყო სხვა და ამაში საზოგადოება, ქართული საზოგადოება იყო კონსოლიდირებული, რომ სამშობლო ეს არის უპირველესი რამ, უპირველესი ფასეულობა. და იცით როგორ არის შინაგანი მზადყოფნა ერთია, უნდობლობის მომენტი მეორეა, რომ მაინც არ ენდობოდნენ სისტემას. გარდამტეხი იყო 99 წლის 9 აპრილი. იმიტომ რომ მოსახლეობის უმეტესობას კაკო ხო არ სჯეროდა რომ ასე გაუსწორდებოდნენ. უფროსი თაობა გვაფრთხილებდა ჩვენ. 56 შემწრე ვინც იყო 56 წლის მარტის მოვლენების, ისინი სულ გვაფრთხილებდნენ და ტელევიზიითაც გვაფრთხილებდნენ მათ შორის, ანუ ხა ოჯახებში და ისე შეხვედრის ადგილებში თავისთავად, მაგრამ არავის არ გვჯეროდა ბოლომდე რომ ასეთი სისასტიკე შეიძლებოდა. 78-ში 14 აპრილს გადაიარა მშვიდობი. ბრეჟნევის დამსახურებით ცოტა შორის. ბრეჟნევის დამსახურებით და იმის მერე ნაწილს არ ეგონა უკვე. არა, აი მე ხა მახსოვს ეს განწყობა რომ არავის არ ეგონა რომ ასეთი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო და ეხა საბჭოთა ჯარი განმანთავისუფლებელიო, ხო? რომ განმანთავისუფლებელი საბჭოთა ჯარი საკუთარ მოსახლეობას ასე გაუსწორდებოდა. ეს იყო მართლაც გარდამტეხი მომენტი. აი მაშინ კი სერიოზულად შეიცვალა განწყობები. შეცდომები საბჭოთა კავშირის რღვევის დროს ძალიან ბევრი იყო დაშვებული და სავარაუდოდ ძალიან ბევრი იყო დაშვებული საქართველოში, იმიტომ რომ სხვა რესპუბლიკებმა იმ პერიოდის რესპუბლიკებმა 15-მა მეტნაკლებად დიდი სირთულეების გარეშე გადალახეს ეს პერიოდი, საქართველოში დადგა ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. მათ შორის, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ იმ პერიოდის ციფრებს, ხო 89-დან დაწყებული ყველაზე ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შევიდა საქართველო და შემდეგ რუსეთი. შეიძლებოდა თუ არა სიძნელეების და დაბრკოლებების, ასეთი დაბრკოლებების გარეშე აი ამ სიტუაციის გადავლობა თუნკაკო. როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ ეგ ამბავი რატომ მოხდა, ხო? სხვა იმ რესპუბლიკებში, ვიზეც ლაპარაკობთ, კომუნისტურმა ნომენკლატურამ აიღო თავისი პროცესი. ბალტიისპირეთში, აი ხო ბევრს ლაპარაკობს კალასი, ამბავი. რუიტელი, ვინც იყო, ხო ესტონეთს ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ყოლია. არც ლატვიელებს, ხო, გორბუნოვს ხვდებოდი ის წარმოადგენდა ხოლმე მათ მოსკოვში, ნომენკლატურის კაცი იყო და ყველგან ეგენი იყო. გარდა ლიტვისა, მაგრამ იქაც ბრაზაუსკასი კონტაქტში იყო გამუდმებულში. აი ამ თავი ეროვნულ მოძრაობასთან. გამუდმებული კონტაქტი ჩვენთანაც არსებობდა. ხო და ყველგან და ჩვენთან რა იყო? დაპირისპირება. შევარდნაძის მეხოთბეებისგან ძალიან შორსა ვარ და მთელი მისი პერიოდი უპირისპირდებოდი, ნუ ძლობის პარლებში სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ შევარდნაძე რო ყოფილიყო, ამას ალღოს აუღებდა. და აქ ვინცაც შეიძლება ეს ესმოდა, ან ვერ გაბედა, ან რა თითოეულა კაცი მე ბევრთან
ქონია ურთიერთობა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ მათ შორის. ძალიან კარგი. მაგრამ აი ინიციატივის აღების უნარი არ აღმოაჩნდათ არც კოლექტიურად, არც პიროვნულად, არავის. ეხლა რაც შეეხება საბჭოებს, იქ იყო თვითონ რუსებიც კი. მიხვდნენ რომ აი ეს რაც თქვა ნუკრი ეს ნომენკლატურა, ის ნომენკლატურა კოსმოპოლიტური გახდა. საბჭოელები იყვნენ, რუსები კი აღარ იყვნენ. და ამიტომ რუსეთი წინააღმდეგობაში შევიდა და თეორია რა იყო, რომ ჩვენ ვარჩენთ ყველას. დადასტურდა რომ თურმე ისედაც შეგვიძლია ყველას არსებობა. ხელოვნურად იყო შექმნილი ეს. ხრუშჩოვი რო გადააყენეს, ის გამარჯვებულმა მარშალებმა გადააყენეს. იმათ მომიქონდათ მოგებული. ისინი უნარიანი ხალხი, გამბედავი ხალხი იყო ყველა და გადააყენეს. და ვინ გადააყენებდა გორბაჩოვს? ვინ გადააყენებს პუტინს დასავლეთს, რომ დიდი იმედი ჰქონდა? ვინა ის რომ დადის შტაბის უფროსი გამომეტყველება გინდა ხავთ? კაცი არ ფხიზლდება სმისგან. აღარ მახსოვს რა გვარია. თუმცა ასეთივე სავარაუდოდ წარმოუდგენელი იყო სტალინის ჩანაცვლება ხრუშჩოვით და როგორ განვითარდა ეს მოვლენები, ეს ყველა კარგად ვიცით, ეს ძალიან და მისი შერჩეული არ იყო ეს ხრუშჩოვიც. კი ბატონო. და მალენკოვიც და ყველანი. კი ბატონო, ეგონათ რომ მარიონეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. მაშინ, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, აი ამ ცნობამ ფაქტობრივად ბუნკერში, ფაქტობრივად კი არა და ასეც იყო, ბუნკერში მიუსწრო ზვიად გამსახურდიას და აღიარებამ დასავლეთისგან, იგივე ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღიარება საქართველოსი, ეს მოხდა ბუნკერში მყოფი ზვიად გამსახურდიას პირობებში. რატომ მოხდა ასე? რატომ არ აღიარა დასავლეთმა? მანამ სანამ ოფიციალურად დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი საქართველოს. როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, ერთი ის რომ თვითონ ესეთი განწყობა ხელს უშლის მოლაპარაკებებს და ჩვენ ვხედავთ რომ იმის მიუხედავად რომ მცირე ცელობები იყო პრაქტიკულად მოხდა შიდა განხეთქილება ეროვნული მოძრაობის შიგნით, მე რომ გვალი მაგიდის შიგნით, შიდა განხეთქილების საკითხი იყო ხო სამოქალაქო ომის სიამდვილეში. ეს ხო არ ყოფილა რაღაცა გარე ძალებს შორის, ეს იყო შიდა განხეთქილება. სადაც ორი ადამიანი აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით, მე მაინც მგონია რომ გარე ძალების მიერ იყო ინსპირირებული ეს შიდა დაპირისპირება, მაგრამ ეს შორს არ არის გამო. გარე ძალები ყოველთვის დაგეხმარებიან შენი ქვეყნის დანგრევაში. ეს ინსპირაცია დანგრევა, მაგრამ იყო ინსპირირებული. მაგრამ მეორე მომენტია რომ აი ეს მოლაპარაკების პრობლემა იდგა ზვიად გამსახურდიას დროს. იდგა მოლაპარაკების პრობლემა, იყო დიალოგის პრობლემა, იყო საჯარო სივრცე იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ საუბრის კულტურა უბრალოდ დაიკარგა. დათმობის კულტურა, კომპრომისის კულტურა იყო პრობლემური. იგივე აი მე ერთ მხარეს კი არ ვიშორ ხერს. ყველა მხარეს ვიშორ ხერს ამ შემთხვევაში, ხო? არცეთ არ ქონდა მზაობა რაღაცა დათმობებზე წასულიყო. სერიოზული დათმობებზე რაღაცა ახალი ფორმაცია, რაღაცა ახალ პოლიტიკურ რეალობაში გაუღვიძეთ, რისთვისაც არ იყო არც ერთი მხარე მზად. და მე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ რაღაცა ეგ ჩვენი სნობიზმი, რა თქმა უნდა, სნობიზმი, რომ აი ეს ის ვინ როგორი დამოკიდებულება აქვს ბუშ ჩვენი პრეზიდენტისადმი, როგორი დამოკიდებულება აქვს უცხოელებს ჩვენი პრეზიდენტისადმი, ეს დისკურსი ხო იყო, ეს ხო არ იყო რაღაცა ერთი ადამიანის დათქვამი, ეს დისკურსის ნაწილი იყო. შევნადეს რა მოტივით ჩამოვიდა, რომ ბეიკერს იცნობს და სხვა იგი დასავლელ ლიდერებს იცნობს და ის დაგვეხმარება მათთან ურთიერთობაში, ხო? ეს წარმოდგენები იყო. შესაბამისად, არ იყო არც თუ მცდარი. არ იყო მცდარი, რა თქმა უნდა, მაგრამ ოღონდ პროვინციალიზმი იყო. აქ მეორე მომენტია. ერთგულება, საზოგადოების ერთგულება გარკვეულწილად პოლიტიკური პროექტისადმი არ ყოფილა. ამის აღიარება უნდა მოხდეს, არ ყოფილა. კი ბატონო, ქალბატონმა ნანამ, მაინც ბატონმა აკაკიმ ახსენა და კი ბატონო გეთანხმებით, არც ერთი არ უღიარებია იმ პერიოდისთვის ამერიკამ აღიარა ქვეყნები მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ მაინც რატომ არ მოხდა ამ ქვეყნების აღიარება, რომლებიც უკვე იყვნენ დამოუკიდებელი რამდენიმე თვის, 8 თვის განმავლობაში, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში 8 თვის დამოუკიდებელი იყო, მაშინ როდესაც უკვე შემდეგ რაც ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულებით, რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი, მას შემდეგ მოხდა აღიარება. რატომ გაატარეს ასეთი პოლიტიკა? მათ ვისაც თითქოს ერთი შეხედვით სურდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ჯერ ერთი მე მგონი კაკო მილაპარაკო უკვე ამაზე სამი მთვრალი კაციო ხო ბელოვიჩი ხელი მოაწერესო და ნუ მაშინ დღეს კი არა მაშინაც ამის ლეგიტიმურობა აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ეხლა შეიძლება 15 რესპუბლიკის ერთობა
სამმა ხო ყველაზე დიდმა სამმა რესპუბლიკამ, მაგრამ მათმა ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი. აბსოლუტური ნონსენსი იყო. სრული ნონსენსი იყო ეს. მეორე ის რომ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მაგრამ ეს იმ წუთში ხო პროცესი იყო, მიმდინარე პროცესი იყო. ვინ აღიარებდა რომელიმე რესპუბლიკას ჯერ ერთი ბოლო მომენტამდე არ უნდოდა დასავლეთს 15 სუბიექტად დაშლილი საბჭოთა კავშირი, იქ დაწყებული ბირთვული იარაღის კონტროლის თემებით და მარტო ესეც არა, არამედ ის რომ ერთ კაცთან ლაპარაკი ერჩივნა 15 კაცთან ლაპარაკს. იმიტომ რომ შეთანხმებების პრობლემა მარტო ჩვენ საზოგადოებაში ხო არ იყო იმ წუთში საბჭოთა კავშირის ელიტაში უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის აი შეთანხმების და კომპრომისის უნარი საერთოდ გაქრა და დაიკარგა. ამიტომ იყო ეს ამ სამი კაცის ხელმოწერილი დაკუჭულ ქაღალდზე რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის ეს თვეები დაჭირდა იმას რომ ჯერ ერთი არ იცოდნენ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სხვათა შორის იყო პროგნოზები რომ შეიძლება სისხლის მზღვრელი ომები მოხდეს. გორბაჩოვი ვერ გადამდგარიყო? ბირთვული სამოქალაქო ომი იქნება. ხო, აი იყო ამის შიშები და ნუ როცა უკვე ეს რამდენიმე თვე გაილია, გავიდა და უკვე ფაქტი შემდგარად დაინახეს, მერე უკვე აღიარეს ესეც იმიტომ კი არა რომ ძალიან უნდათ აღიარება, მაგრამ რაღაც ხო უნდა ეკნათ ამ სიტუაციისთვის, ხო? ასე იყო, დიახ. ხო, აი ეს მდგომარეობა იყო. ნუ ასეა თუ ისეა, ყველა შეცდომებზე და ჩვენ შეცდომებზე ჩვენ უნდა ვისწავლოთ და უნდა ვიაროთ წინ. ამდენი განსაცდელი ამ ქვეყანამ იმიტომ არ გაიარა, რომ ეხლა ჩვენ ხელში რაღაც დაემართოს, ხო? ჩვენ აი როგორც უკან რო იყო კაცი, რომელმაც გადმოგაწოდა ეს ბაირაღი, ხო? შენ ეს ბაირაღი შენ შემდგომს უნდა გადააწოდო, შენ ხელში არ შეიძლება ეს დარჩეს. თუ გვინდა რომ მართლა რაღაც განვითარება იყოს და მე მაინც მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი რომ საქართველოს როგორ იყო ვინქილიკობდა ამაზე იბერია გაფწყინდებაო? იბადები კაცო. ხო. მაგრამ ეს მართლა ასე იქნება, ნამდვილად ასე იქნება და აი ივანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩამოსვლამ კიდე უფრო განმიმტკიცა ეს დამოკიდებულება. ზუსტად ვიცი რომ გაფწყინდება. და აი ბოლოს ბატონო აკაკი რომ შევაჯამოთ და პირადად თქვენი დამოკიდებულებაც რომ გითხრათ როდის დასრულდა თქვენთვის პირადად საბჭოთა კავშირი მაშინ როდესაც უზენაესის თავმჯდომარე გახდით თუ უკვე მას შემდეგ რაც ოფიციალურად დაინგრა თუ მანამდე 9 აპრილს თუ კიდევ უფრო ადრე ჩემთვის გეუბნები ცნობიერების დონეზე დასრულდა 78 წლის 14 აპრილს ეგეთი ბედნიერი არც დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს პირველად ნახე და საფრთხე უკვე ჩამომდგარები იყვნენ ჯარები და ნანამ რაცა თქვა ბრეჟნევი მე ვკითხე მის თანაშემწეს მე ასე ვიცი მეთქი რომ რო უთხრეს ბრეჟნევს უკითხავს ხო იცი და რა სიტყვენო что они требуют და ვისაო ანტისაბჭოთა გამოსვლები არისო არაო ანტირუსულიო წარმოვიდნენ მარტო ესა არაო აბა რა სიტყვენო და ენასო და черт с ним с языком თქვა ბავშვებს არ ესროლოთ აი ესე მეტი არაფერი ისტორიას ადამიანები ქმნიან ისტორიას და მოვლენებს ადამიანები ქმნიან ადამიანები ხალხები უფრო სახელმწიფოებრივად გაფორმებული ხალხები მათი მოქმედება ვიღაცა ნაპოლეონი გაცივდა ვატერლოოს ბრძოლის დროს თორე მოიგებდა აი ესე იყო გაცივდა გრუში დეგენერატი გამოდგა და ვერ მიხვდა სად უნდა წასულიყო და დააგვიანა ბლუხერი მიხვდა მოვიდა და ინგლისელები იმას ვერ მოიგებდნენ ველინგტონში დიმათ არის გამოცხადებული სარდლად და დაკრა ამას და უპირატესობა უცბად შეიცვალა და ნაპოლეონი როგორც კი წამოდგა 2 საათი იწვა დაინახა რა პრობლემებიც იყო ის სამხედრო გენია იყო ხლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა ხო იმასაც თავისი ცოდვები ეყოფა ეხლა ჩვენ დავიტიეთ ყველაფერი რაც უნდა გაგვევლო ახალი ისტორიის პირობებში და ვიყავით დაპყრობილი ხალხი ესმოდა ეს ვინმეს არ ესმოდა ვინმეს 9 აპრილმა გახსნა ეს და გახადა ცნობიერი რომ ეს ჩვენი მტრის ჯარია ვინც მებრძვის 21-ში ვინც შემოვიდა ის თავში ქართველები რო ჩაუყენეს გეგმა იყო თორე ისინი რას წყვეტდნენ არა მე ეს ყველა დახრიტა ბერიამ არ ვიცი რატო რო საიდუმლო შენახულიყო თუ რატო ხო თუ ანგარიშს უსწორებდა ეს იყო დაპყრობილი ქვეყანა ეხლა ღვთისმწყალობით დამოუკიდებელი ქვეყანაა და მე ვთვლი სიმართლე გითხრათ აი ვინცაც როგორ უნდა ის ილაპარაკოს აი დამოუკიდებელია რა მართლა
აღარ ვდგებით სმენაზე, თითის გატკაცუნებაზე საელჩოს რომელიმე ყარაულის. ვამტკიცებთ, რომ თურმე ყოველგვარი ფინანსური დახმარებების, ანუ ვალების და მართვის საშუალებების გარეშე შეიძლება ეკონომიკა ვითარდებოდეს. ვითარდება, ფაქტია, მათივე აღიარებით, ხო? მაღალი ზრდის პროცენტი გვაქვს. გვაქვს შიდა პრობლემები, ძალიან ბევრი. თუ ამაზე ვინმე იფიქრებს, აი განათლებაზე, კულტურაზე, სპორტზე, ხო? პოტენციალი ხო არის? ხო არის ჩვენი ხელოვანები, ხო? გინდა თეატრი, გინდა კინო, გინდა მხატვარი, გინდა მწერალი, ხო? ამ დათო მაღრაძე მე ვთვლი, ახლა ევროპაში ან არის და ან არ არის მისნაირი პოეტი რა. შესანიშნავი თორე და წაიკითხონ, კი ბატონო. და სხვებიც, ნუ მე რამდენადაც ახლა ესე ვერა ვარ, როგორც ადრე ვიყავი ლიტერატურასთან. ეს ყველაფერი ხო არის არა? ეს არის უდიდესი პოტენციალი, ეს არის ამ ქვეყნის ორი პოტენციალია. ეს არის მისი მდებარეობა და მისი ხალხი. აი ახლა იზრდება დავმშვიდეთ, გავიცნობიეროთ, ვინა ვართ, რა ვართ. ნუ მოვთხოვთ ჩვენ სპორტსმენებს თავიდან, რომ აი ინგლისი, გერმანია, ბრაზილია უნდა დაემარცხებინათ. შეხედე რა ისის აი მოცემულობა იყო. უბრალოდ ეგეთი გვაქვს ჩვენ რაოდენობასთან და პირობებთან შედარებით დიდი ნაცია ვართ. ნუ რავი ნუ ჩამომართვებს ახლა რამეში ჩვენი რაოდენობის ხალხები მაჩვენონ. ვის გაუვლია ასეთი ისტორია, რომ ქვეყანა შეენარჩუნებინოს თავისი. ჩვენ მარტო არ აქვს რაც აქვს და თუ გჭირს, ბევრზე უკეთესები ვართ. კრიზისების დროს ჩვენ ამას ვამტკიცებთ, ოღონდ ღმერთმა გვაშოროს კრიზისები, ხო შეიძლება მშვიდობიანობაშიც ნორმალურად მოვიქცეთ. დიდი იმედია ასეც იქნება. უგრომესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის ბატონო ქალბატონთან, დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობდით მსოფლიო ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.